მეგრულში ცოცხალი სიტყვა არ არის. მეგრულში არის ქართულში რაც არის სულდგმული. სულდგმული. ხო, სულდგმული. შურდგუმი. ჩვენ გვინდა რომ დღევანდელი გადაცემაც მიუძღვნათ, ასე ვთქვათ, სააღდგომო თემატიკას. რა დაგვიტოვა მაცხოვარმა თავისი აღდგომით. რატო ეძებთ ცოცხალს მკვდართა შორის? დღევანდელი გაგებითაც ძალიან ბევრს ხედავ მე. მკვდრები არიან და რომელშიც ქრისტეს ვერ იპოვი. სული წმინდასთან ერთად შთაბერა. კაცობრიობის სული. და სული წმინდა მოშორდა, როცა გაშიშვლდა ადამიანს მოშორდა სული წმინდა, ის არის ადამიანი, არის სული წმინდის სამკვიდრებელი. ანუ პირველი კაცია, კაცი იესო, რომელზეც გადმოვიდა სული წმინდა და დარჩა მასში და უთხრა, მიიღეთ სული წმინდა. ამით ეუბნება, რომ მე ის ღმერთი ვარ, რომელმაც ადამი შექმნა. და მე ვარ ის მესია, მაშიახ, ქრისტე განდიდდა, ის დიდი იყო. მაგრამ მის სიდიდეს რადგან ვერ ხედავდით, ამიტომ არ იყო სული წმინდა მოცემული. დაგაბრუნა თქვენ ღმერთში და დაგიბრუნა თქვენ ღმერთი, რომლის სამკვიდრებელიც ხართ. ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ყველა ქრისტიანს მაცხოვრის აღდგომას, ვულოცავ, რა თქმა უნდა, ჩვენი ციკლის უცვლელ წამყვანს მამა დოროთე ყურაშვილს, არქიმანდრიტ მამა დოროთე ყურაშვილს. აღვნიშნეთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, კვლავ ეს კვირა სადღესასწაულო განწყობა სუფევს ერში, მრევლში. და ჩვენ გვინდა რომ დღევანდელი გადაცემაც მიუძღვნათ, ასე ვთქვათ, სააღდგომო თემატიკას და პირველ რიგში იმის გააზრებას, თუ რა დაგვიტოვა მაცხოვარმა თავისი აღდგომით. თქვენ წინა გადაცემაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ და სხვათა შორის აი ესე მიჯრით რამდენიმე გადაცემა, სადაც ჩვენ ფაქტობრივად ბუნების შვიდეულის დღეების აი ამ სიმძაფრეს მნიშვნელობას მივყევით. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოვიდა მაყურებლის გამოხმაურებაც მეტყველებს ამაზე და ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ მაცხოვარმა თავისი აღდგომით ჩვენც აღვადგინა, ასე ვთქვათ და შეიძლება ეს კიდევ უფრო მეტ დაზუსტება საჭიროებდეს ადამიანისთვის იმის გასააზრებლად, თუ რა მოვლენა იყო თავისთავად ქრისტეს აღდგომა, რატო გადაწყვიტა ღმერთმა ამ სახით თავისი გზავნილის მოტანა კაცობრიობამდე, მის მიერვე შექმნილ კაცობრიობამდე, რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ ჩვენ, ან რა გაკვეთილები ვერ გამოვიტანეთ აქამდე. ვისაუბროთ ამაზე, ვიცი რომ ბევრი სხვა საინტერესო რამეც გვექნება სათქმელი, მათ შორის აი ნათლიებსა და ნათლობაზეც მინდა რომ რამდენიმე სიტყვა, იმიტომ რომ კომენტარებში იყო გარკვეული თხოვნები ამასთან დაკავშირებით. მაყურებელს კი მანამდე შევახსენოთ, რომ გამოიწერონ დროების YouTube არხი, სადაც ბევრ საინტერესო გადაცემას ნახავთ და მათ შორის უპირველესად რა თქმა უნდა გადაცემათა ციკლს მამა დოროთეს ამბიონი თქვენია მამაო. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად. მადლობა თქვენ, მადლობა მაყურებელს, მადლობა მსმენელს. მე ხშირად უსვამ ხას ორივეს ვამბობ მაყურებელს და მსმენელს, იმიტომ რომ შეიძლება უყურო, მაგრამ აი ჩვენს გადაცემას მოსმენა ჭირდება და უფრო დიდი ის არის, ვინც გვისმენს მაცხოვარი ხშირად ამბობს ამ სიტყვებს, რომ ვისაც ყური აქვს, ის მინოს ვისაც თვალი აქვს, დაინახოს. ყური წვალას ქონდა, თვალი წვალას ქონდა, მაგრამ აი გულის ყურით ამის მოსმენა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პირადად მათთვის, ვინც უსმენს ჩვენს გადაცემებს. თან იმასაც აღნიშნავ, რომ ჩვენ ზოგჯერ ქართულ სიტყვებსაც გავმარტავთ ხოლმე და მე ძალიან მომწონს ეს ქართული სიტყვა. აი რატო თქვა ქართველმა ესე რომ უყურე არა და სინამდვილეში თვალზეა საუბარი, ხო? ანუ ცქერაზე თითქოს ზმნა, მაგრამ არა ყურთან არის კავშირში და იმიტომ რომ ჩვენს აი ბიბლიაში სმენას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე დანახვას. და სიტყვა გულის ყურიც თავისთავად ზუსტად აი ამ განსხვავების გამო. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც გულის ყურით გვისმენს და ჩვენს
შევეცდებით რომ თქვენთვის საინტერესო იყოს ჩვენი გადაცემები. მადლობა გიორგის, მადლობა ჩვენს მსმენელს და მადლობა ყველას ვინც გვეხმარება ამაში. რაც შეეხება მაცხოვრის აღდგომას, აი ესეთი საინტერესო სიტყვები აქვს ნათქვამი იოანე ოქროპირს. იდგა ცარიელი საფლავი და ხაღადებდა აღდგომასა ქრისტესა. ანუ ციცარიელი საფლავის იმ საფლავის სადაც დადვეს მაცხოვარი იყო პირველი მქადაგებელი. როგორც ოქროპირი ამბობს. უსიტყვოდ. უსიტყვოდ. ეს მოვლენა. აი ეს არის უკვე სმენა. როგორც ფილოსოფოსები ამბობენ რომ ცხენს ხედავთ თვალით, მაგრამ ცხენობას ხედავთ გონებით, ანუ სულით. რა არის ცხენობა, ხო? აი თვალით დავინახეთ ცარიელი საფლავი, დაკეცილი ტილოები, რომელშიც იყო გახვეული მაცხოვარი და მაცხოვარი არ არის. იქ. და ძალიან საინტერესოა ეს სიტყვები მომწონს, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე შემიძლია ამის ჩაწვდომა ამ სიტყვების, მაგრამ ძალიან საინტერესოა დედებს რეუბნება ანგელოზი რამოდენიმე სიტყვას და ამ ერთ-ერთი არის რატო ეძებთ ცოცხალს მკვდართა შორის. ეს დღევანდელი გაგებით ესეთი რაღაცა არის რა ადამიანები არიან ან სულით მკვდრები, ან სულით ცოცხლები. აი მაგალითად მოსიარულე კუბოს უწოდებენ მამები იმ ადამიანს, ვინც ქრისტეში სულიწმინდა არ არის და ვინც ქრისტეთი გაცოცხლებული არ არის სულში. ჩვენ თქვით რომ აი ყველა იბადება ღმერთის გარეშე, სულიწმინდის გარეშე. და მე არის ნათლობით რომ ადამიანი შეძე გადმოდის სულიწმინდა და სულით ცოცხლდება. ამიტომ ეს რა ეძებთ მკვდართა შორის ცოცხალს დღევანდელი გაგებითაც ძალიან ბევრს ხედავ მე მკვდრები არიან და რომელშიც ქრისტეს ვერ იპოვი. თუნდაც ისა ქრისტეს მსახურის სახე აქვს, მაგრამ მასში ქრისტე არ არის. და ამას ხედავ, მართლა შემიძლია თქვა რომ ხედავ რომ არ არის მასში სულიწმინდა, არ არის ცოცხალი, არ არის მასში სული. და აი რა დაგვიტოვა ჩვენ ქრისტემ. ეს არის ყველაზე მთავარი, რატო ვთქვი მე რომ ქრისტეს აღდგომა არის ჩვენი აღდგომა. პირველი რაც მოციქულები რო ნახა შეკრებილი ქრისტემ და რაც მისცა. ეს არის შებერა მათ და უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. აი აღდგომის თავარი დანიშნულება რა იყო? პირველივე შეხვედრაზე მოციქულებთან დაბრუნებული ქრისტე, უკან მობრუნებული ქრისტე აძლევს მათ სულიწმინდას. ანუ დაგვერდით ბიბლიაში არის მოთხრობილი რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ფიზიკურად ხორციელად და შთაბერა მას სიცოცხლის სული. სუნთქვა, სული, სხვადასხვანაირად. საერთოდ ძველ ქართულში და ძველ ბერძნულში სული, ქარი ეს ახალი სიტყვაა. სული ამოითქვა. ხო, სული ამოითქვა. სული მოითქვა ნიშნავს რომ რაღაც შვება. კი, აი მეგრულში ცოცხალი სიტყვა არ არის. მეგრულში არის ქართულში რაც არის სულდგმული. სულდგმული. ხო, სულდგმული. შურდგმული. ცოცხალი ადამიანი სულიერია. ხო, სულიერი, სულდგმული. ანუ სული მიედგა ხორცს. მეგრულადაც ასია სულდგმული. სულდგმული არა, შურდგმული. შურდგმული. ხო, ესე არის ცოცხალი სიტყვა არ არის. სწავლობთ რაღაცას ბევრი. სხვა ძალიან ბევრი საინტერესო მიგნება მესმის მე თქვენგან, ჩემთვის სრული აღმოჩენაა და ბევრი მაყურებლისთვის და ეს მეტყველებს როგორც მეგრულის, ასევე აი სვანური სიძველეზე. სამწუხაროდ სვანური არ ვიცი და უფრო ძველია, მაგრამ აი ეს სამი ენა, ნამდვილად ენა, ერთი ძირი აქვს და ამ სამივეთი შეიძლება მხოლოდ ქართული სიდიადის დანახვა, სხვანაირად ბევრ ამას ვერ დაინახა. გეთანხმებით აბსოლუტურად.
ხო და ჩვენს იმაზე რომ გადავიდეთ, აი მე ვთქვი ადრენდელ გადაცემებში რომ ღმერთმა იქ პირდაპირ არ წერია, მაგრამ ამები ამბობენ რომ სული წმინდასთან ერთად შთაბერა კაცობრიობის სული და სული წმინდა მოშორდა, როცა განშიშვლდა წერია და სიტყვა ღვთისა მოშორდა. ანუ ადამიანს მოშორდა სული წმინდა, ის არის ადამიანი, არის სული წმინდის სამკვიდრებელი. და აი ძე ღვთისა, სიტყვა ღვთისა რო განკაცდა, ანუ განკაცდა ნიშნავს კაცი შეიმოსა, მისია ეს ხორციც, მისია ეს სულიც. და ამაზეც ნათლობის დროს გადმოდის სული წმინდა. და რჩება მასში. ანუ პირველი კაცია, კაცი იესო, რომელზეც გადმოვიდა სული წმინდა და დარჩა მასში. სხვა არავისი არ დარჩენილა. პირველი ის არის და ის იძლევა ამას. და როდესაც ქრისტე აღსდგა, შებერა მათ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, შებერა და უთხრა, მიიღეთ სული წმინდა. ესე იგი, რა გააკეთა ამით? ამით ეუბნება, რომ მე ის ღმერთი ვარ, რომელმაც ადამი შექმნა. და მე ვარ ის მესია, მაშიახ, რომელმაც დაგიბრუნა თქვენ ის, რაც დაგარგვიგა თქვენმა მამა. ანუ დაგაბრუნა თქვენ ღმერთში და დაგიბრუნა თქვენ ღმერთი, რომლის სამკვიდრებელიც ხართ. ეს არის სული წმინდის სამკვიდრებელი რო არის ადამიანი. და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი, ეს ლოცვის ფსალმუნების სიტყვებია. და აი ეს არის აქ ყველაზე ისა თავარი რომ იესო ამბობს რომ ვისაც უყვარს ჩემი მცნებები მასთან მასში მე და მამა მოვალთ და დავიმკვიდრებთ და სავანეს შევქმნით სავანე არის სამკვიდრებელი ადრე მონასტრებს ეძახდნენ სავანეს სადაც და აქ წმინდა მამა ამბობს იმ ღვთისმეტყველი რომ აი ზუსტად ძე და მამა მამის სავანი არის ჩვენში სულიწმინდა და სულ ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი სულით ხედავთ ნათელ ძეს და ნათელ მამას ამიტომ ეუბნება მაცხოვარი რომ როდესაცო მოვაო თქვენზე სულიწმინდაო ის გასწავლითო თქვენ ყველაფერს ანუ ასევე იოანე ამბობს რომ ეს ცოტა რთულად გასაგებია ამის გარეშე რასაც მე ვამბობ მის გარეშე იოანეს სიტყვები რომ მაშინო ჩვენო ვერ გავიგეთო იმიტომ რომ სულიწმინდა არ იყო მოცემული რადგან ქრისტე არ იყო განდიდებული ანუ ქრისტეს განდიდება არ ნიშნავს რომ ის ჩვენ ვისაუბროთ რომ არ განდიდებულა ანუ ჩვენში დიდდება აი როგორც მაგალითად ჩვენ სამყაროში რაღაცებს რო აღმოვაჩენთ ჩვენში დიდდება ცოდნა თორე სამყაროში ის იყო კი როგორც მოცემულობა იყო ეს მეტაფიზიკა ყოველთვის არსებობდა მაგრამ ჩვენ ოდესღაც აღმოვაჩინეთ რომ არსებობს ეს მეტაფიზიკა რომელიც ხმა გადააქვთ ის გადააქვს და ასე შემდეგ და ნუ რა ვიცი ხა მეცნიერება ვითარდება და აღმოაჩენს ამ ყველაფერს და ის არსებობდა ასე არის ღმერთი ანუ ქრისტე განდიდდა ის დიდი იყო მაგრამ მის სიდიდეს რადგან ვერ ხედავდით ამიტომ არ იყო სულიწმინდა მოცემული და ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს სულიწმინდა ეს შებერვა რომელსაც გვაძლევს ძე არ არის საცხონებელი გადამრჩენი მოციქულებისთვის თუმცა ამას აძლევს ისეთ ხალხს ისეთ კრებულს რომელი კრებულიც არის უკვე აღდგომილი ქრისტეს ხილველი და უკვე ესმით რა უთხრა მან
მოკუდები, მომკლავენ, მესამე დღეს აღუძღები და ასე შემდეგ, ხო? ანუ უკვე გათვითცნობიერებული, გონებით განწმენდილი ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ღმერთობას ხედავენ, რომელიც თქვა თომა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, ეს თომასგან ვიცით, მაგრამ ეს თქვა ყველა მოციქულებმა, რომ ის არის უფალი და ღმერთი ჩვენი და აი ქრისტეს ღმერთობა რომ დაინახეს და იციან აი ამ განსწავლულ და გამობრძმედილ და განწმენდილ მოციქულებს აძლევს სულიწმინდას, რომელიც სულიწმინდის ძალითაც მოქმედებს ნებისმიერი მოციქული. მაგრამ ეს არის ქრისტეს ძღვენი, ქრისტეს მოცემულობა. ეს არის მე როცა ადამიანი არ არის პეტრეს დონის, არ არის იოანეს დონის, არ არის მათეს დონის, არ არის ის დონე არ არის, ხო? მაგრამ პეტრემ თუ ეს გადასცა მას, იმას მაინც შეუძლია იმ საიდუმლოებების აღსრულება მიუხედავად თავისი სიმცირისა, უცოდინრობისა. სასულიერო პირებზე საუბრობ. სასულიერო პირებზე საუბრობ. ეს აქ მარტო სასულიერო პირებს. ეს არის მღვდლობის მადლი, რომელიც მან მისცა. მღვდლობა, ანუ საიდუმლოებების აღსრულება და პირველ რიგში რა საიდუმლოა ეს? პირველ რიგში ეს არის ნათლობა. ანუ ერთი ადგილი არის ძველ აღთქმაში ძალიან საინტერესო, ელია წინასწარმეტყველი ამაღლების წინ ეუბნება თავის იმას მოწაფეს ელისეს რა მოგცეო და ელისე ეუბნება მრჩობლად და მრჩობლი ნიშნავს ორმაგს. ორმაგი მრჩობლი კვერექსი ნიშნავს გაორმაგებულ კვერექს ლოცვაზე, ხო? და აი ეს მადლიო რა ჩვენ გაქვს, ორმაგად მომეცი. და ელია ვიცის, რომ არ შეუძლია მის მიცემა. ანუ ძველად ხომ მღვდლობას აძლევდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველობას ვერ აძლევდნენ. ეს ღმერთისგან იყო პირდაპირ. ანუ ამ სულის ნიჭების გადაცემა არ შეეძლოთ არავის. ეს შეუძლია მოციქულებს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს შემდეგ. იმიტომ რომ ქრისტე კაცმა მიცა ეს უკვე. მოციქულებს და ელია ეუბნება რომ თუ მეო ამაღლებულს დამინახაო, მაშინ მოგეცემაო. და ეს ძალიან საინტერესოა დაინახავს ელისე. და ხალენს გადმოუგდებს ის დაინახავს ელისე როგორ ცეცხლოვანი ეტლით აღიტაცეს ცაში მისი მოძღვარი. აქ მეორე სიმბოლური ისიც არის რა სიმონ ღვთისმეტყველი განკვეთეს მოძღვრის სიყვარულის გამო. დააბრალეს რომ მოძღვრის ხატი შექმნაო და ხატი არ შეუქმნია, მაგრამ მოძღვრის გარდაცვალების დღეს აღნიშნავდა, ისე უყვარდა. და მოძღვრის ხატი შექმნა და წმინდანად რაცხს და რაღაცა და ამის გამო აუჯანყეს სიმონ ღვთისმეტყველს და მონასტრის წინამძღვრებიდან გადააყენეს. წარმოიდგინეთ და ისე უყვარდა თავისი მოძღვარი. აქაც ესეთი სიმბოლო არის, ეს ღვთისმეტყველი იმიტომაც არის ესე უყვარდა რა მოძღვარი, რომელმაც მას ღმერთი მისცა. ეს როგორი აი შობელი ხო აი მამას ატო ეძახიან რომ შობელი სიცოცხლეს გაძლევს. აი წარმოიდგინეთ ჩვენ შობელს რო არ მოეცა სიცოცხლე და რო არ გავეზარდეთ, ახლა სიცოცხლე ცემობაში ღმერთი ძლევა რომ მათგან, ხო? ასევე ვინც ღმერთს გაძლევს, იმაზე დიდი არავინ არ უნდა იყოს შენთვის, რომ ღმერთი მოგცა. ღმერთი რომელმაც გაგაცოცხლა. და აი მოძღვრის ამაღლებულად დანახვა. მოძღვრის ამაღლებულად დანახვა მისცა ეს მჩობლი მადლი ელიას. და გაუორმაგა მადლი, ასე თქვა. გაუორმაგა მადლი, კი, აი მოძღვრის რაც იყო აიღო და თავისიც მიცა ღმერთმა და ამ ხალეს იორდანეზე დაარტყამს
და იორდანე წყალი გაჩერდება, გამოივლის და იქიდანვე არის უკვე სასწაულთ მოქმედი და გაორმაგებული მადლით და აი ეს მოცემულობა, რომელიც პეტრეს მიცა და ყველას, ეს მოცემულობა ეკუთვნის ეკლესიას. კრებულს, ეკლესია არის კრებული, მეორე საკრებულო, კრებული. ტაძარი არის საკრებულო და ეკლესია არის კრებული. ეს საკრებულოს შენობაა. და ეკლესია არის თვითონ კრებული. აი ამ კრებულს მისცა. და ეს აქ კრებულს მიუხედავად პიროვნული შეცდომებისა და დაცემისა. პიროვნულს ვამბობ და არა ეკლესიურს. მაგრამ ეს აქ იმ ეკლესიას, რომელ ეკლესიაშიც ქრისტეს მიმართ სწავლება არის დაცული შეურყმელად. ანუ დაუმახინჯებლად. ამიტომ ვიძახით ჩვენ აი მართლმადიდებლები რომ რაც არ უნდა ის ფორმულა სწორად თქვას, თუ ის არ არის მართლმადიდებელი, ვიძახით რომ ვამბობთ რომ იქ არ აღსრულდება ეს. თუმცა ამას ვერ დამამტკიცებთ. მაგრამ ამის სამტკიცებელი რა გვაქვს? არასწორად ასწავლიან ქრისტეს. გესმით? ანუ ეკლესიის უმთავრესი სიწმინდე არის არაპირადი ცხოვრება, რა თქმა უნდა ესეც უნდა კონდეს. მაგრამ უმთავრესი სიწმინდე არის მართალი სწავლება ქრისტეს შესახებ, მამის, ძის და სულიწმინდის და მთლიანად ქრისტეს და ქრისტიანობის შესახებ. და როცა ამას ინახავს ეკლესია, იმ ეკლესიის წევრს თუნდაც არასწორს აქვს ეს მადლი. მაგრამ სულიწმინდა ამაზე მე ცალკე ვისაუბრო, სულიწმინდა რომელიც 50-ე დღეს გადმოდის, ის არ გადმოდის თუნდაც ეკლესიის მაღალი იერარქი იყოს, მაგრამ ეგ სულიწმინდა არ გადმოვა თუ პიროვნულად არ იმსახურებს. და ის უკვე საცხონებელია სულიწმინდა. ამიტომ აი ნათლობის დროს, ნათლობამდე მიმდინარეობს განსწავლა, წესით ესეა. ადრე არ იყო ბავშვების მონათლა. ადრე არ ნათლავდნენ ბავშვებს და ბავშვები ტაძარში არ დაყავდათ, დევნა იყო მით უმეტეს. და მოკლედ აი ეს ნათლია და ისა ბევრს აინტერესებს და ნათლია არაფერს და არავის არ წარმოადგენს ეკლესიური გაგებით. და თვითონ სიტყვა ნათლიაც ქართულში თუ სიტყვას განვიხილავთ, არასწორი ტერმინია. ანუ ნათლია როგორ უნდა გვესმოდეს, ხო ნათლის მომცემელი? ხო. ხო და ნათელს ის არ აძლევს. ნათელს მღვდლის მეშვეობით აძლევს სულიწმინდა. ნათლობის მოწმე გამოდის მაშინ. მოწმე გამოდის, ხო, ნათლობის. და აი ესე მეგრულს გასწავლით, მეგრულში არის მორდია. გამზდელი. ოღონდ როგორი სიტყვა არის, საოცარი სიტყვა. გაზარდეო. ანუ ღმერთი ნათლიას ქვია მორდია? მორდია ქვია და ნიშნავს გაზარდეო. გაზარდეო. ღმერთმა გითხრა გაზარდეო. აი ეს გამზრდელის ისა აქვს, მაგრამ ნათლის მომცემელი არა. ანუ მისიის მიმანიშნებელია რა უნდა ქნას. დიახ, მისია არის მარტო. და ნათლია ვინ იყო და საერთოდ საიდან მოვიდა. ძველად ესეთი მარტივი არ იყო ქრისტიანობის მიღება. არ იყო მარტივი. ეხლა ჩვენთან რომ მივალდა ნათლობა გვინდა და სახელს არ კითხავენ, მარტო ბავშვის სახელს კითხავენ და მონათლავენ და მიდიან, ესე არ იყო. ქრისტიანობა ეს იყო ქრისტიანობაში უნდა შესულიყავი ამ ჯგუფში. აი როგორც ეხლა რაღაცა დიდი პარტია რო იყოს და პარტიის წევრად რომ მიგიღონ. ესე მიხვედი და მე ეხლა მინდა რესპუბლიკელი გავხდე ან ამერიკაში და ეგ Facebook ჯგუფები რო არის, იქაც
გჭირდება რაღაცა ფილტრის და ეტაპების გაკავლა, რომ ასე თქვა, მიგიღო და დაგამტკიცო. დიახ, აი ესე იყო, ეს ქრისტიანობიდან მოდის, ქრისტესთან. ესე ადვილად არ მიგიღებდნენ, იქ უნდა შემოწმებული ყავი რამდენად, გწამდა რამდენად, გინდოდა ქრისტესთან ცხოვრება, ქრისტიანობა და ასე შემდეგ. ეს განსწავლა მიმდინარეობდა, ეს კატეხიზაცია ქვია ამას. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვილბავშვს არ ნათლავდნენ. ჩვილბას არ ნათლავდნენ. შემოწმდებოდა. ვერა. და მით უმეტეს მაშინ როგორ იყო, ახლა ბავშვი თუ მოვიდოდა, მშობლის გარეშეც არ შეიძლებოდა მონათლო. აი ესეთი ბავშვი თუ მოვიდოდა, ჩვილი კი არა, მაგალითად 14 წლის არასრულწლოვანი. ჯერ მშობლები უნდა გამოეკვლიათ. და რამდენად თანახმა იყვნენ, შემიძლია წარმართობა იყო მაშინ. და მაგის გამო შეიძლება ეკლესიისთვის მოეთხოვათ, რომ რატომ მონათლეთ. არ შეიძლებოდა. ხო და ეხლა ისევ ნათლიას რომ დაუბრუნდეთ, მოკლედ ნათლია ვინ აღმოჩნდა. რატო გახდა ეს საჭირო. როგორც თქვით, ეს არ იყო ადვილი, მღვდლის მოძებნაც კი და მაშინ ესე მღვდელი ჯვრით და ანაფორით არ დადიოდა. ჩვეულებრივად თუ მღვდელ წვერი ქონდა, ყველა წვერი ქონდა. და ვერ გაარჩევდი განსხვავებელი ნიშნები არ იყო. არა, ხო და ვერ გაარჩევდი მაგ მღვდელს და ჯერ ერთი არც ისე მაკურთხე და კურთხევები არ იყო ქუჩაში, ნუ ჩვეულებრივად ცხოვრობდა ის და თავისი საქმე ქონდა იქ, ისე გამორჩეული არ იყო. და ვინც ქრისტიანი იყო და ვინც დადიოდა, მრევლი იყო იმ რაღაცა რომელიღაცა გუნდის ჯგუფის თემი, ქრისტიანული თემის. თემი მთლიანად, მაგრამ გუნდის, იმ ჯგუფის. ისეც თუ იცნობდა, ის ეუბნებოდა იმას, რომ ნათლო მინდა რომ თქვენს ჯგუფში შემოვიდე და დამეხმარე. და ეს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად რეკომენდატორი იყო, ეს ამ ადამიანს მიყავდა უყალავდა უკვე ნათლობისკენ და ეს გამოდის რომ პირველი ნათლიები ნათლის ფორმა აქედან იწყება. აქედან იწყება რომ აი ეს ამ კაცს თუ ქალს არ აქვს მნიშვნელობა, სხვათა შორის ქრისტიანობა პირველი იყო, სადაც კაცები და ხალები ერთად ლოცულობენ. ეს ხალი იჩაგრებაო ქრისტიანობაში რა დიდყვენ, რა იჩაგრება დღესაც ახლა რელიგიებში ხალი და კაცი ერთად არ ლოცულობს, მარტო კაცები ლოცულობენ, ხო? ხო და ხალსაც შეეძლო მიყვანა და კაცსაც. და რომ მიიყვანდა მღვდელთან, მღვდელი შეამოწმებდა და ეს მიმყვანი იყო. მიმყვანი. სხვათა შორის ეს მოდელიც ეგ არის, მიმყვანია ღმერთთან, პედაგოგს ეძახი, ჩვენ პედაგოგები ვართ. პავლე მოციქული და პედაგოგიც არის ბერძნული სიტყვა. პედ არის ბავშვი და გოგოს არის გოგი არის ისა სიარული. ბავშვის მიმყვანებელი მასწავლებელთან. ეხლა ბავშვის მასწავლებელს ხო ქვია პედაგოგი და ადრე ბავშვის მასწავლებელს კი არ ერქვა. ის მონა თუ მსახური ოჯახის ბატონის, რომელსაც ბავშვი მასწავლებელთან მიყავდა, ეს იყო პედაგოგი. მატარე ბავშვის მიმყვანებელი და მოკლედ ეს პედაგოგი არის მღვდელი მაგაგებით ღმერთთან მიყვანის გაგებით და თან გასწავლით ორივე შეთავსებული აქვს მასწავლებლობაც და პედაგოგობას მიყვანაც და ჯულის კანონში აღმოჩნდა ესეთი ისა რაც არის ძალიან ამას განმარტავ ეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ნათლების სიმრავლეზე და ასე შემდეგ და ან მირონზე და რამდენად შეიძლება ქორწინება და არ ხო დაქორწინება და რაღაცა ეს ჩვენთან ტრადიციაც არის და ეკლესიური სწავლება განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯულის კანონში წერია ესეთი რაღაცა. მოკლედ ხდებოდა რომ ვინმე ქრივ ქალს ვინმე კაცი უნათლავდა ბავშვს იმის გულისთვის რომ დაახლოვებოდა ოჯახს და მერე ეს ქალი მოყავდა ცოლად. აი ამ ცოლის შერთვაზე ორი ესეთი ძიმე შემთხვევა, ერთი არის ეს ჯულის კანონში რაც დაწერილი და მეორე არის დედის და, ანუ დეიდა. დეიდა მოყავდათ ბავშვებს უკეთ მოუვლისო. და რო თუ გაუთხოვარი იყო რა თქმა უნდა, ხო? დედის და დედა გარდაიცვლებოდა, მოყავდათ მისი და ცოლად.
და ეს რაღაც დადებითვისებად მიაჩნდათ, რომელიც ეკლესიამ აკრძალა. არ გააკეთოთო ეს. და აკრძალა საერთოდ უზიარებლად დატოვა. და მეორე ეს აკრძალა და აქ წერია ესეთი კარგი რაღაცა, რომელიც არასწორად არის გაგებული, რომ ესო არ გააკეთოთო, რადგან ხორციელ კავშირს აღემატებაო სულიერი კავშირი. და ხორციელი კავშირი არ უნდა იყოს მიზეზი სულიერი კავშირის. აი ეს კავშირი ბერძნულში ეთყობა ესე გამოითქმის და თან კულტურულად ალბათ. მაგრამ აქ ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ეს ნიშნავს ხორციელი ნათესაობას აღემატება სულიერი ნათესაობა. არა, იქ ნათესაობა წერია ბერძნულში, მე მგონი თუ კავშირი წერია, ხო? ხო და სულიერი ნათესაობა რო ხორციელს აღემატება, ანუ სულიერი შვილი ხორციელ შვილზე უფრო დიდია, ეგ არ წერიებად. არა, ეგ არასწორია და არც არასოდეს ყოფილა ეგეთი, რომ საკუთარი შვილი და საკუთარი ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილას დას. დედა, მამა, შვილი, სისხლით ახლოველი რაცა. სიახლოვე. მაგრამ აქ ნიშნავს რას, რომ რადგან შენ გინდაო ხორციელი კავშირი, ანუ ფიზიკური ურთიერთობა, რასაც დღეს ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა ქვია, ხო? ეს რო გინდაო, ეს ქალი რომ მოგწონს და ამის ცოლად შერთვა რო გინდაო, ეგ უფრო დაბალიაო, ვიდრე ბავშვის ღმერთთან მიყვანა. ანუ სულიერ კავშირში ხო ხარ, უკვე ეს მიიყვანეო შენ, უკვე იქ ნათლიობა უკვე დაწესებულია, უკვე კავშირად არის ეს ისეთი დროა. და აი ეს ბავშვი რომ შენ ღმერთთან მიყავსო, ამას იყენებ იმისთვის, რომ დედამისი მოიყვანო ცოლადო. ეგ არისო გონების სიმდაბლე და მეუღებელი. ამიტომაც აკრძალა ჯულის კანონმა ეს წესი. ამიტომ არ შეიძლება შენ ღმერთთან მიიყვანო ვინმე და ღმერთის სახელი დაუახლოვდე, იმიტომ რომ მისგან რაღაც ხორციელი გინდა. მესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა თაობების იქით ნათლიობის გამო ხორციელი ნათესაობა და მემკვიდრეობა უფრო, ასე ვთქვათ, მალე წყდებოდეს, ასე ვთქვათ, ვიდრე ნათლობის გამო თაობებში გაგრძელებული ნათესაობა. აი ეს თაობები ახლა დააკვირდით როგორ არის. რადგან მე მოუნათლე ვინმეს შვილი და შევედი ოჯახში, ჩემთან ერთად იმ ოჯახში შედის ჩემი შვილიც, ხო? და მისი მეორე შვილთანაც ის ამაქვს ურთიერთობა როგორც მამას, ხო? დიახ. ხო და აი ეს ურთიერთობა მე იმისთვის არ უნდა გამოიყენო. არ შენ მაშვილა. ამიტომ გადადის ეს თაობებს. აი ეს სიახლოვე და ეს სადმე წერია რამდენ თაობაზე გადადის? ხო, აი ეს აქ არის ახლა არეულობა. აქ არის არეულობა, ჩემთან მოვიდა ერთი გოგონა, რომელსაც უყვარდა თავისი მამის ნათლულის ძმის შვილი. და არ იცოდა და სადღაც შეხვდნენ, არც იცნობდა, შეუყვარდა, მე გაიგეს, რომ ეს ნაცნობები არიან. ხო და მე ვთხარი შეიძლება. და ანუ უგრძალავდნენ და ამოისუნთქა, იმიტომ რომ და რატო შეიძლება? ოჯახი ქართულად, აი ოჯახში. ეს ერთი ოჯახიც არ იყო, მაგრამ აი ერთ ოჯახში რახან მირონია, ძმაც იცვლება, დათიც იცვლება და რაღაცა შვილებში მერე. მაგრამ ეკლესიურად ეს ტოტებზე არ გადადის. პირდაპირ წესია. აი თქვენი შვილი მომნათლე მე თქვენი შვილი და თქვენ შვილებთან კავშირში ვარ, სულიერში. და მაგრამ თქვენი შვილი რომელიც მე მომნათლე, იმისი შვილი და ჩემი შვილის შვილი არიან ერთად. თქვენი მეორე შვილის შვილები და ისინი არა. ეს უკვე გვერდითი ხაზია. ანუ პირდაპირ ხაზით გადადის. და ესეც სიახლოვიდან გამომდინარე, თორე სხვა იქ არაფერი არ ირღვევა. რაღაცა ეს
რომ სულიერი კავშირი ხორციელისთვის რო არ გამოიყენო და ზნეობრივად რო არ დავეცეთ, იმიტომ არის, თორე სხვანაირად კავშირი არაფერი არ არის და მით უმეტეს გვერდით იმასთან, ხასთან. და როდესაც მაგალითად 10 ნათლია, 15 ნათლია ეს აგრძალეს ახლა და სწორია, მაგრამ რაც დააწესეს ის არ არის სწორი. და მოკლედ დაწესებაში გულისხმობთ რომ 2-ზე მეტი არ უნდა. 2-ზე მეტი არ უნდა იყოს და ის უნდა იყოს დედა და მამასავით ხალი და კაცი. ხო. და რა შუაშია საერთოდ. ასევე მე და მეორემ რომ მოვნათლეთ ბავშვი ვიღაცა უცხო. მე და მას არაფერი არ გვაკავშირებს. ჩემ შვილს და მის შვილს ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებს. ის არის ამის ნათლია, მე ვარ ამის ნათლია. მის შვილს და ჩემ შვილს ამასთან კი აქვს, მაგრამ იმის შვილს და ჩემ შვილს არავითარი კავშირი არ აქვს. ესე არ გადადის, ნათლიებზეც არ გადადის ეს. გასაგები. ერთმანეთზე. გადადის პირდაპირ და ეხლა დააწესეს რომ გოგო და ბიჭი უნდა იყოს, რა დედმამა ხო არ არის, რა შუაშია გოგო და ბიჭი და პატრიარქს ჰქონდა კარგად. თავის დაზღვევის მიზნით პატრიარქს ჰქონდა კარგად, რომ ერთმა სქესმა ერთი სქესი მონათლოს, ანუ თანა ის იყოს, ქალმა ქალი მონათლოს, კაცმა კაცი ბიჭმა და თან ასაკში იყოს სხვაობა. და რატომ ახლა მე მღვდელი ვარ და როცა ბავშვ ბიჭს გოგონას ანათლინებთ, თუ ნათესავები არ არიან, შეიძლება ერთმანეთს შეუყვარდეთ. ამისგან არ არიან დაზღვეულები. მით უმეტეს რომ გაიცნობენ, შეიძლება მოეწონოთ ხო ერთმანეთი რომ გაიზრდებიან და უკვე ეს არ შეიძლება. სხვათა შორის ერთმა ეს საინტერესო იქნება თან ისტორია მამა დავით ფიფია იყო ილორში მოდელი. მე იქიდან წამოვიდა და ზუგდიდში იყო, იქ ნათლავდა. და მასთან მქონდა ახლო ურთიერთობა. ის კაცი რო ვიყავი და ბევრ რაღაცებს ვეკითხებოდი, მორწმუნე ვიყავი და დავდივოდი რაღაცებს ვეკითხებოდი, ძველ რაღაცები მაინტერესებდა. მაგრამ მეთქე ესეთი ამბავი რომ იქ აფხაზეთში ერთმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი და აღმოჩნდა ეს იყო მისი დედის ნათლიის შვილი. დედის ნათლიის შვილი. ხო, და ეს დედა იყო აფხაზეთში გათხოვილი სამეგრელოდ. და ადრე რო გათხოვდა, იქ რომ მონათლა ვიღაცა, მე იმასთან კავშირი ხა ის კავშირები წყდება. ვერავინ არ თქვას რომ ნათლიებს და ნათლულს ესე კავშირები ის აქვს, ადრე ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ერთ სოფელში ხდებოდნენ. დღეს გადაადგილებები ხდება და იმ ბიჭმა ეს არ იცოდა და მერე რომ მოიყვანა ცოლად და რაღაცა და მერე დედამისს რო შეხვდა, მერე გაიგო რომ ეს იყო თურმე ის ქალი იმაზე გათხოვდა და იმისგან ყავდა შვილი ეს და მოიყვანა თავისმა შვილმა. და რა ქნან? ოჯახია შექმნილი. და არ შეიძლება. და მან თქვა რომ ჩვენო წავედითო იმასთან მივედითო თხოვესო ოჯახი, დედამისი თავს იკლავდა, კვდებოდაო ჩემი ეს რა დაგვემართაო და ეფრემ მეორესთან, პატრიარქი. პატრიარქი იყო იმ დროს? კი, პატრიარქი იყო. მიტროპოლიტი იყო. არა, აქ იყო პატრიარქი, ისე იყო, მე მგონი. ნუ ეფრემ თქვა, მაგრამ შეიძლება აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, არ ვიცი ზუსტად მაშინ, მაგრამ მე მგონი ეფრემთან მივიდნენ და პატრიარქი იყო, კი, პატრიარქი მითხრა. და მოუღევით ეს ამბავიო. და გადასახაო ჯვარიო. გაუქმებულია მათი ნათლობაო. ოჯახი კი არ გააუქმა. გაუქმებულია მათი ნათლობა. იმიტომ რომ ეს ზნეობრივი დაცემა ხდება და არა ის რომ იქ კავშირი. ხო, იმიტომ რომ სიახლოვეს მოყვება ეს და ერთ ოჯახად ცხოვრებას და ეს მომენტი თუ არ არის, როგორც დამაბრკოლებელი გარემოება და წაღარჩება ეს. დიახ, აი ეგეთი განსხვავება არის, მოკლედ ამ ნათლობის იმაზე და ამიტომ მე აქტუალური გახდა მამაო, აი ეს მასობრივი ნათლობების და მისი უწმინდესობაზე საპასუხოდ ქართული საზოგადოების ეგეთი პასუხის შემდეგ და ბევრი ნათლული გაჩნდა ერთი ნათლის ქვეშ ასე. მაგაზეც იყო ვიღაცები რაღაცას ამბობდნენ, მაგრამ
არავითარი კავშირი არ აქვს უწმინდესის ნათლულებს ერთმანეთთან. აი მაგალითად ჩემი ნათლულებს სხვადასხვას ერთმანეთი რომ მოეწონონ, არავითარი კავშირი არ არის მათ შორის. იღოთ იმისა, რომ თქვენ ჩემი მონათლულია, მე რა. ეს ხო არის თვლება ხორციელ შვილად და ესეც ჩემი ხორცი, ესეთი რამე, ესე პირდაპირ ხორცი არ გადმოდის ის, ანუ ხორციულ ნათესაობაში და პატრიარქის ნათლულებს შორის ერთმანეთი არავითარი თუ ნათესაობა არ არის, სხვანაირად იმის გამო რომ ისიც პატრიარქის ნათლულია და ესეც და ამიტომ დახორცინება არ შეიძლება, ეს არის სისულელე. როგორ არ შეიძლება? არავითარი კავშირი არ არის მათ შორის. პირიქით. ხო და თუ ვიტყვით რომ აი 14 ნათლია და მომინათლავს და მithქვამს მაშინ და მე რას ვაკეთებდი რომ ერთი ხართ მეთქი ადრე იყო ესეთი წესი. ერთი რომელი ხართ ნათესავი ვეუბნებოდი. და მე ვარო რომ მეტყოდა ან ხალია ან ბიჭი. აი შენ იქნები ამის ნათლია. სხვა დანარჩენი იქნებით მოწმე. და იცოდეთ რომ შენთან აქვს პირდაპირი კავშირი და შენ შვილებთან. ესეთ რაღაცას ვეუბნებოდი. და ეს წესიც იყო ადრე, რომ შეიძლება 20 იყოს, მაგრამ იყოს მოწმე, რომ მოინათლა ეს ბავშვი, მაგრამ ერთი იყოს, კაი როგორც ვთქვით, გამზდელი. რომელიც მიიყვანს დაზარში და რომელთანაც ექნება ეს ახლო ურთიერთობა, მას და მიშვილებს. ეს 14-თან ძალიან რთულია. ეს არის ახალგაზრდებს ფაქტიურად, რა ვიცი, საქართველოს პატარაა. ვინსაც შეხვდება ერთმანეთს და ისე სოციალური ქსოვილი ისედაც მცირეა, ასე თქვა, ცოტა მივართ და ან წესი უნდა უარყო, ან ეს ბავშვები უნდა დატანჯო. მე ძალიან გასაგებად ახსენე და განმარტეთ. ხო და ამიტომ დღესაც მე ვფიქრობ, რომ ერთი უნდა იყოს მორწმუნე, რომელიც ამბავს გაზდის ქრისტიანულად. გაზდის რა, ნუ აზიარებს იმ წეს ჩვეულებებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის. აი, ცნობიერებაში რომ მოდის ბავშვი, იმ პერიოდში განსაკუთრებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ურთიერთობას ტაძართან, ხატებთან, გალობასთან, მღვდელთან. იმიტომ რომ მისი სამყარო ხდება. აი ესეთი ბავშვები მე გამოცდილებით შემიძლია ვთქვა. რომ გაიზრდებიან ყველას ერევა, ანუ სხვა ცხოვრება უნდა ყველას და ეკლესიური 14 წლის მერე სხვაგან მიდიან რა და მაგრამ ისინი ბრუნდებიან. სიცოცხლის ბოლოს მაინც ღმერთთან მობრუნდება. იმიტომ რომ მასში შთაბეჭდილია ეს. და ის სამყაროს აკვირდება, აფასებს და ამ შეფასებაში ადარებს. ჩვენ ხო შედარებითი ღვთისმეტყველის შედარებითი საკვა გაზროვნება რაღაცას ვადარებთ. და აი ამ მართლმადიდებულ სივრცეში გაზრდილი რას არ უნდა შეადაროს, მიხვდება რომ იქ იყო ის. ამიტომ ეს ძალიან კარგია და უნდა იყოს ნათლია, რომელიც ისე გააკეთებს, რომ ეს ბავშვი არამენაირად დააახლოვოს ეკლესიას, ოღონდ თავისუფლად, არა მარხვით, არა ლოცვით და იმით. უბრალოდ აი ძალიან კარგია თუ და ზეპირად რო იცის. მამაო ჩვენო ბავშვმა ახლა არ ლოცულობს ის, მაგრამ იცის ეს, რო დაჭირდება, აი მაშინ ილოცებს. და მღვდელთან მე როგორ მეუბნები, რომ აი როდესაც ახალ ბავშვები დადიან, ძალიან სიახლოვე მაქვს და ახსარებაზე რომ მოყავთ. მე მეუბნები ესეთ რაღაც ცოტა მოზრდილი თუ არის. აი რო დაგჭირდები არ შეგეშინდეს, არ მოგენიდოს, მოდი, მე ვიქნები შენი მრჩეველი. და თუ დიდი ადამიანი გინდა გამოხვიდე, აი ხო იცით მეთქი პრეზიდენტი თუ არის ვიღაცა, მრჩეველები ყავს. რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტობა დიდია. ესე იგი, რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო მრჩეველი გჭირდება და აი თქვენ რო გაიზრდებით და თუ გინდა დიდი ადამიანი იყოს, სულიერი მრჩეველი უნდა გყავდეს მეთქი და ეგ მე ვიქნები თქვენი მრჩეველი, არა ის ვინც დაგჭით, არამედ ვინც გირჩევთ, როდის რა ჯობია და ასე ვიმოქმედოთ მეთქი და მოკლედ ამ ნათლობის დროს ისევ ნათლობაზე გადავიდეთ, ადამიანი ნამდვილად იბადება სულით. და რატომ? იმიტომ რომ მასზე გადმოდის სული წმინდა. და თუ ადამიანი ამას შეგნებულად
გააკეთებს, მე მინახია მაგალითად ადამიანი, რომელიც შეგნებულად ემზადებოდა, მოუნათლავი იყო, ახალგაზრდა, შეგნებულად ემზადებოდა, დამყვებოდა თითქმის 1 წელი, ვასწავლიდი და არ უნდა ისე რომ მიიღო. და რომ მიიღო, თქვა რომ ვიგრძენიო. ვერთი რო გადმოვიდო. სულწმედის გადმოსვლა. კი, თქვა, უთქვამს ეს. და კაცი იყო გაბწყინებული, გახარებული. ეს რა საოცრება არის და რაღაცა. ანუ ის ვიღაცას შეუძლია იგრძნოს, მაგრამ როგორი რაღაცა არის, იცით რომ აი ეს აღდგომა არის თან დასწრება არ ხდება. აი ჩვენ არ გვაქვს აღდგომის ხატი მართლმადიდებლებს. თქვენ ალბათ გინახიათ ის თეთრ შესამოსელში რაღაცა დროშასავით რო უჭირავს იესოს და დავარდნილი ისინი ეს არსად არ წერია. ეს არ არის კანონიკური ხატი, ბოლოდროინდელია. აღდგომილ მაცხოვარს რო ხატავენ, იქ მცველები და ქალები, დედები რო დგანან, არ არის ეგ კანონიკური არ არის ყოველ შემთხვევაში და რატომ? იმიტომ რომ აღდგომას არ ქონია თანდამსწრეობა. ჩვენ აღდგომა არ უნახია პეტრესაც. გამოცხადება ნახეს. აღდგომილი ნახეს. აღდგომილი. ანუ აღდგომილის ნახვა ჩვენ შეგვიძლია. აი მაგალითად პეტრეს ვერ მივემსგავსებით იმაში რომ ის ხედავდა განკაცებულ მაცხოვარს. ეს იყო ერთადერთი დროის მონაკვეთი, რომელ მონაკვეთშიც განკაცებული ღმერთი ცხოვრობდა და შეეძლო მტერსაც და მოყვარესაც ენახა ის. და ეს არ ქონია პავლესაც. პავლეს მერე მოვიდა. ამიტომ აღდგომილი პავლე რატო იყო მოციქული რომ აღდგომილი ქრისტე იხილა პეტრემ და აღდგომილი ქრისტე იხილა პავლემაც. ზეცი და ხმარო ესმა დაბრმავდა და ასე შემდეგ მესამეც. მაგრამ აღდგომა არც პეტრეს უნახია. არც ერთ მოციქულს არ უნახია. აღდგომის ხილველი არავინ არ არის, მაგრამ აღმდგარის ხილველი არის და ეს იმიტომ რომ ჯვარცმის ხილველები არიან, აღდგომის არა. აღდგომის არა. ცარიელი საფლავის კი. ამიტომ ეს ცარიელი საფლავი გვეუბნება რომ ის აღსდგა და აღდგომას გვიმოწმებს თვითონ აღდგომილის დანახვა, რომ დაინახეს მოციქულებმა და ჩვენც ახლა მე ვამბობ რომ პავლე მოციქული არის ჩვენი მოციქული. ანუ ჩვენ სავით. ხო, ჩვენ მსგავსად მან შემდეგი. აი პეტრეს ვერ მივემსგავსებით. ჯვარცმას ვერ დავინახავთ, იმას ვერ დავინახავთ და ასე შემდეგ ვერ გავყვებით ესე მაცხოვარს. მომსდევდით მე რომ უთხრა ვერა. მაგრამ პავლეს კი. პავლეს შეგვიძლია. იმიტომ რომ პავლე მიხილა ისიც აღდგომის შემდეგ. ესე შეიძლება ხვალ მე გამომეცხადოს, თქვენ გამოგეცხადოთ და ასე შემდეგ. ამიტომ თვითონ აღდგომის თანდასწრება რახან არ ყოფილა აღდგომის ხატი მართლმადიდებლობაში არ არსებობს. გითხარით რომ ის რაც საფლავზე რო იყო ანგელოზი დამჯდარი ქვაზე ეს იხატებოდა აღდგომის ხატად და შემდეგ აი ეს ხატი რომელიც ჯოჯოხეთში ჩასვლას ნიშნავს და აღდგომილი არ არის. თუმცა აღდგომის ხატს ვეძახით. და რაც შეეხება სიკვდილისა დამთრგუნველი. აი ეს სიკვდილის აი ფრაზა რომელიც გვესმის ბავშვობიდან, მსახურების დროს და თავიდან ესეთ მაშოკირებელი არის, ხო? დართულია ამ ყველაფრის გააზრება. ეს დათრგუნვა ნიშნავს ესეთი სიტყვა არის, აი მაგალითად პიჯაკი რო გაიხადო და ფეხქვეშ რო გაიგდო და ფეხებით რო დაადგე. ამას ნიშნავს, ანუ და დამცირებას, მაგრამ გაქრობას არ ნიშნავს. ის არის სიკვდილი. ეხლა რომელი სიკვდილი განახარვა ქრისტემ? სული სიკვდილი. ძალიან რთული გასაგები იყო ჩემთვის მაგალითად. ვიდრე დრომდე როცა
ბიბლიაში ვკითხულობდი რომ მოსე, აბრაამი, დავით მეფე ჯოჯოხეთში რო წავიდა. ამ ხელა მამები და ვერ შედის სამოთხეში. ღვთისმსახურები ვერ შედიან სამოთხეში. და მიდიან ჯოჯოხეთში. აი ამას ვერ ვგებულობდი, როგორ შეიძლება რომ იაკობი გამწარებული შავაო ჩემი შვილთანო ჩემი სული ჯოჯოხეთში. იცისო ჯოჯოხეთში მიდის და ვერ გადარჩება. იმას ელოდება. ქრისტეს ელოდება. და რატო? იმიტომ რომ არ ვერ მკვიდრობდა მათში სული. ვერ მკვიდრობდა, მოქმედებდა, მაგრამ ვერ მკვიდრობდა. და პირველი კაცი ვიშის დაიმკვიდრა. სულიწმინდა როგორც ვთქვით, ეს არის იესო კაცი. და პირველი ნაყოფი მიწის მიერ გამოღებული, მიწაში გულისხმობა ადამიანის მიერ გამოღებული, პირველი ხორციელი ნაყოფი და სულიერი. ანუ სული და ხორცი. რომელიც ზეცად ამაღლდა არის იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნება. ანუ ყველა დიდი მამა ხო მიდიოდა ჯოჯოხეთში და ეს ჩავიდა, ამოვიდა ქრისტე, აღმოიყვანა ისინი სულით და თავისი ხორცი აღადგინა და პირველი ხორციელი ნაყოფი, რომელიც ზეცა მიიღო, ეს იყო იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნება. და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი რომ ადამიანი განიმხტოს სულით. თუ ქრისტემ იცხოვრა ამ ქვეყნად იგივე ხორცით, რა ხორცი ჩვენ გაგვაჩნია? იგივე მდგომარეობაში მყოფი. და თუ ქრისტე მოკვდა, მით უმეტეს ჩვენ კვდებით. მაშინ რა სიკვდილზეა საუბარი? ვისაც ჩემი სამს ის არ მოკვდება. აქ უკვდავებაზეა საუბარი მხოლოდ სულის. რომ სული არ წავა ჯოჯოხეთში. არამედ პირდაპირ გადადის, პირდაპირ მიდის ქრისტესთან. ჩვენი სული, როგორც ანგელოზე. სიკვდილის დროს, მაგრამ აი სიკვდილისა დამდგუნველი ნიშნავს რომ იმდენად უსუსურია ის, ვინც ჩვენ კლავს. ანუ დაამცირა ბოროტი. გაშიფრა. ის არსებობს ჩვენი მკვლელი. მაგრამ იმდენად გაშიფრულია, რომ აი სულის მქონე ადამიანი, სულიწმინდის მქონე ადამიანი აბსოლუტურად მის ქებას, მის გინებას, მის ყველაფერს ხედავს. ეს ჩემთვის არის რაღაცა საოცარი ადგილია. პავლე და შილა, რომ იყვნენ ერთ-ერთ წარმართულ ქალაქში და ერთი ქალი პიფია წარმართული ღმერთების წინასწარმეტყველი აედევნება პავლე და შილას და აქებს და თანხმამაღლა იძახის. ხალხო, ესენი ღვთისკაცები არიან, ამათი ისმინეთო. და არ მოეშვა. და ამას იძახის, რომ ესენი ღვთისკაცები არიან და ამათი ისმინეთ. ხო და პავლეო გაბრაზდა. ოღონდ ამ ქალზე კი არა, იმ სულზე, რომელიც ალაპარაკებდა. და გადი მაგ ქალიდან უთხრა. და გავიდა და დაკარგა წინ აღწერმეტყველების ნიჭი. ამ ქალმა. და ამ ქალის პატრონებს შემოსავალი ჰქონდათ აქედან. პატრონობდა ვიღაცა და ეს შემოსავალს უყოფდა მათ. და იმათ რომ დაინახეს ამ წინასწარმეტყველების ნიჭი რო დაკარგა, მაშინ იყო პავლე რო აცემინეს და ვერე რო თქვა რომ რომის მოქალაქე ვარ. ეხლა როგორი რაღაცა რომ აქებს სული. აი ეს იკითხება სხვათა შორის ბრმას რო თვალს აღუხელს მაცხოვარი და ის ბრმა რომელიც იტყვის რომ მე არ მინა არ გამიგიაო რომ ცოდვილ კაცო ვინმესთვის დაბადებიდან ბრმისთვის თვალი აეხილოსო და სინედრიონს რო ეწინააღმდეგება და ღვთისმეტყველებს ეს ბრმა იმის პარალელურად იკითხება იმ სახარების პარალელურად ეს იკითხება
ახლა იმ ბრმის თვალისახელა იყო დროებითი ერთეული ერთი კაცისთვის მას აუხილა მაგრამ ქრისტემ თავის აღდგომით პავლეს აუხილა ეს თვალი რომ ხედავს ბოროტს ბოროტი რომელიც აქებს იმაში ხედავს ბოროტს მაქებარში ბოროტს ხედავს ეს არის ყველაზე ძნელი დასანახი რომ სიმართლეს ამბობს რენტგენივით ხო სიმართლეს ამბობს ამიტომ არის ქრისტეს ხო ღვთის წმინდას ეძახიან და გაჩუმდითო აჩუმებს ქრისტე ეშმაკები ეძახიან ღვთის წმინდას და აჩუმებს და რატომ იმიტომ რომ აი პავლეს შემთხვევაში პავლე რო წავიდოდა იქ პავლე სასწაულს გააკეთებდა რაღაცას უხადაგებდა პავლე რო წავიდოდა ეს გამოიყენებდა ამას ხო გითხარით ის ღვთისა რომ მე ვხედავ მე ვიცი ვინ არის ღვთის და ვინ არა ამას გამოიყენებდა და დაღუპავდა ვიღაცებს ეს არ გამოაყენებინა მიუხედავად იმისა რომ ამის გამო ცემეს პავლე მაგრამ მაინც გააკეთა და ამიტომ ქრისტეც არ აყენებინებს ეშმაკებს თავის თავს რომ მე ქრისტე არ იქადაგონ ისე რომ მე ვიღაცები დაღუპონ რაღაცა შეურევენ ისეც რომლითაც სხვას დაღუპავენ და აი ეს არის ქრისტემ სული რომ მოგცა ამ სულით ხედავთ სულებს ამ სულის დანახვა შესაძლებელია სიტყვით მოქმედებით მაგრამ როგორი რთულია იმ სიტყვის ბოროტების დანახვა რომელიც მახებარია მაგრამ ამასაც ხედავს იცის ეს საიდან მოდის რას ამბობს კი არა აი საიდან მოდის ეს რა არის ამის თქმის მიზეზი ეს იცის პავლემ აი ეს არის თვალის ახელა ეს არის სულის მოცემა ეს არის სულის სიცოცხლე სულის აღდგომა ამიტომაც არის წმინდანებზე იხატება აი მაცხოვარს რო აქვს შარავანდედი მაცხოვარზე იხატება მარტო მთლიანი და აქ არ არის მაგრამ აი ეს შარავანდედები ნიშნავს რომ ადამიანი ცოცხალი აღდგომილი ხდება სულით გონებით გონება არის სულის სახე გონება აღზრება ნიშნავს რომ აი სული მიიღო სული წმინდა მიიღო და აი ამ სულით ცოცხალია მარადიულად და უბრალოდ სანამ ამ ქვეყანაზე ვარ საშიშროება მაინც არსებობს ამის დაკარგვის ამიტომ არის ბერებზე რომ ამბობენ ნახოთ როგორ მოკვდება ამის დაკარგვის მაგრამ იმას რომ მიიღებს წმინდანი ის იმას არ კარგავს მერე ნუ იშვიათად იმიტომ რომ ხედავს ბოროტს და ვერ ხდება ბოროტი სხვათა შორის სულმა კითხვა მაგ პასუხიც მაგრამ მაინც მაგ კითხვა რჩება რა ის იუდამ რო თავი მოიკლა იუდა ხო კურნავდა და ეს მოციქულები ქრისტეს დროს რო დაბრუნდნენ პირველად რო გაუშვა და დაბრუნდნენ და გახარებულები იყვნენო ბოროტის სულებიც კი გვემორჩილებიანო ანუ როცა ვაძებებთო კაცისგანო ადამიანებისგანო ისინი გარბიანო გამორჩილებიანო და უხაროდათ ეს სულები და თან ხედავდნენ ბოროტის სული გადიო ანუ და იუდაში იყო ეს ქრისტეს მიერ მოცემული მადლი ძალა სულის განდევნის და როცა იქ ჩვენ თქვით რომ არასწორად რო ეზიარა და ქრისტე გასცა უკვე და იოანე რომ ამბობს რომ მაშინ შევიდაო მასში ეშმაკი ეხლა წარმოიდგინე ეშმაკს როგორ ძულდა იუდა რომელიც დევნიდა ოდესღაც ქრისტეს ძალით და იუდა რა დღეში იქნებოდა როცა ის ნახა საკუთარ თავში და შეიძლება ვთქვით მკვლელობა მცდელობა იყო ეშმაკის განდევნის ეშმაკმა დაღუპა მაინც დაღუპა ის ანუ როგორ რა დღეში ჩავარდა როცა ის განშორდა ის მადლი როცა უარყო
ის ვერცხლის ხო დაყარა, ვერაფერში ვერ გამოიყენა. კი ვხსნი, მაგრამ ესეც არ არის ამის რაღაცა იქ სასწაული მოხდა რა, რაღაცა ოცრება, საშინელება, კატასტროფა მოხდა ადამიანის. კატასტროფა. აი ესეთი ამ სიმაღლიდან ვარდნა მოხდა. სხვათა შორის გამოცდა რო არის ქრისტეს უდაბნოში. ცოტა სხვადასხვანაირად არის აღწერილი, მაგრამ ერთი არის უფრო სწორი მგონია. ორივე სათავის ისა. პირველი არის პური. პურზე უარის თქმა. ამ ქვეყნიურ სიმდიდრეებზე უარის თქვა. რაც პური. მეორე არის უკვდავებაზე, ანუ არ მოკვდები, უკვდავებაზე უარის თქმა. ანუ ეს ახლა ქრისტესზე რო არ თქვათ, ადამიანზე რო თქვათ რა, ანუ ადამიანი რომელიც პურზე მაღლა დადგება. სიკვდილის გადალახავს და არეშინია და სიმართლის გულისთვის შეუძლია მოკვდეს. მხოლოდ ეს ადამიანი აყავს მაღალ მთაზე. და ეუბნება ამ ქვეყანას მოგცემა. ანუ ვინც პურს ახარბდება, ის არ აყავს იქ ეშმაკს. იმანაც იცის ეს ეშმაკია. ვინც პურს ახარბდება, ან სიკვდილის ეშინია გადავარდიო, ხო? ის იმ ადამიანს არ სთავაზობს ამ ქვეყანას მოგცემო. იმას არ შეთავაზობს. მაღალ სთავაზობს, აი მაღლა და იუდა იყო იმ წვერვალზე. სადაც 10 ვერცხლი აიღო და ჩხრიალით დაყარა ეს ისა და ერთი ნათლობაზე რახან საუბრობდით, ერთი საინტერესო ადგილი არის, ჩემთვის ძალიან საინტერესო. მოკლედ, როცა ეშმაკი გავაო სახარებაში წერია ადამიანისგან. დადისო უწყლო უდაბურ ადგილებში და განსვენებას ვერ პოვებსო და ბრუნდებაო უკან. და როცა დაინახავსო, დაგვილსო, წავაო და თავიზე უარე შვიდ ეშმაკს მოიყვანსო. და იმ კაცის და შევლენო ამ კაცშიო და იმ კაცისთვისო უკანასკნელი უარესი იქნებაო, ვიდრე პირველი, როცა ერთი ყავდა და გავიდა. და აქ საინტერესო არის ჩემთვის, მე ამას ვეკირკიდებოდი, მოკლედ რას ნიშნავს, აი ვერ გავიგე, რას ნიშნავს დადის უწყლო და უდაბურ ადგილებში და განსვენებას ვერ პოვებს და ვერ პოვებსო, განსვენებას კი ვერ პოვებსო. ხო და უწყლო და უდაბური ადგილის მეტი რა არის? ანუ თუ გარეგნულად ვიფიქრებთ. უწყლო და უდაბური ადგილი მით უმეტეს პალესტინაში ეგეთ სავსეა წყალია რო არ არის და უდაბნო გარეგნული გაგებით და არ ნიშნავს გარეგნულს, ესე იგი ფიქრობ რომ არ ნიშნავს გარეგნულს რა. ან გარეგნულით და რაღაცა უდაბურ ადგილას ეშმაკებია რომ ამბობენ, ეგრე არ არის. უფრო ეს ნიშნავს იმას, რომ ნათლობა არის ქრისტე რო ამბობს, რომ მოდითო ჩემთანო ვისაც წყურიათო და მე მოგცემთო წყაროს, სიცოცხლის წყაროს, რომელიც თქვენს მუცელში იდინებსო. ეს არის სულიწმინდა. სიცოცხლის წყალთან არის შედარებული სულიწმინდა. სიცოცხლის წყალს მოგცემთ, რომელიც თქვენს მუცელში იდინებს. ეს ეძლევა ნათლობით და აი ნათლობის დროს გარბის ეშმაკი. და ნათლობით განიწმინდა ადამიანი. და რო გავიდა ეშმაკი, აი ეს უწყლო და უდაბური ადგილი ჩემი აზრით ნიშნავს ის მიდის იმ ადამიანთან, ვინც არის უწყლო და უდაბური, ვისშიც არ არის სულიწმინდა. ვისშიც არ არის წყალი. მაგრამ იქ იმ ადამიანში განსვენებას ვერ პოულობს. ეს მასაც არ უნდა. ასეთი. და ყველაზე დიდად განსვენებას და არხეინად და შვიდ ეშმაკთან ერთად არის მონათლულ ადამიანში.
განწმენდილ ადამიანს დასუფთავებულში მაგრამ რომელმაც ღმერთი არის ზრუნა რომ ღმერთი მასში დარჩენილი იყო ამიტომ აი მართლმადიდებელი ქვეყნების ხოი მართლმადიდებლები უფრო ბედ ბოროტებას ჩადიან მეტ სისასტიკეს ჩადიან და მეტი ეშმაკია მათში და ანტიქრისტეს ალბათ მართლმადიდებელი იქნება ჩემი აზრით ხო და ამიტომ მოკლედ თავად ისეთ ძიმემით დავამთავროთ ამიტომ ნეტარი აუგუსტინე ამბობს ესეთ რაღაცას რომ როცა რაღაცასო თმობო ამ ქვეყნიურს იმის სანაცვლოდ ანუ მიწიერს რო თმობო იმის სანაცვლოდ სულიერი თუ არ მიიღე და არ აღივს სულიერი თუ ეს დათმობა დაგუყავს ჯობია ის კონდეს თუ სულიერს არ ღებულობ ანუ რაღაცაზე უარს რო ამბობ ამ ქვეყნიურს ზეციური თუ დააღივსო იმ თქმობებით უნდა აღივსო თუ აქ მაგალითად რაღაცა გატკბობდა სიმდიდრეს ისა და ამაზე უარი თქვი ქრისტეთი მაშინ ქრისტეს სიმდიდრეს უნდა აღივსო და იმით უნდა დათქვე ფულის ნაცვლად იმის ნაცვლად ამით უნდა დათქვე თუ ამით ვერ თქმები და ამაზე უარი თქვი მე უფრო მეტად ამიტომაც არის რომ ერთ მე მგონი რომის პაპის ნათქვამია თუ რომელიღაცა კარდინალის არ მახსოვს ვისია მე უპოვარების აღთქმამო იმდენი მაპოვნინაო და აი ჩვენთანაც ახლა ბერები ეპისკოპი ბერობა ხო უარის თქმა არის სოფელზე უპოვარება სიწმინდეა ნუ ხალწულება და აღთქმა არის რომ მონასტერში იქნება და განდეგილად ანუ მონასტერში რო იცხოვრებს და რო გახდებიან აი ხო უარი თქვეს რო გახდებიან მე შემოდის ეს სიმდიდრეების არც ერთი არ იქნებოდა ცხოვრებაში ისეთი მდიდარი როგორც ბერობით მდიდარი გახდა ამიტომ ყველაზე დიდი სიმდიდრე მაინც კიდგენ წავედი მე არის ის რომ რასაც ქრისტე გვაცნობს სიცოცხლე ქრისტეში სულიწმინდა და ღმერთის სიდიადეების დანახვა საოცრება ქრისტეთი თკბობა ესეთი თკბობა არაფერს არ აქვს ანუ საერთოდ ხო ცნობილია რომ სულიერი თკბობა ბევრად აღემატება ხორციელ თკბობას ერთმა თქვა რომ თურმე ექსპერიმენტი არის ჩანატარები ნუ ფსიქოლოგიური და ყველაზე დიდად როდის გამოიყოფა ადრენალინი თუ ენდორფინი და ესეთ ენდორფინი ხო თკბობის ისა ჰორმონი გამარჯვების დროს როცა ჩათვლი რომ გაიმარჯვე ეს კი არა რომ აი რომ გაიმარჯვა სულმა რომ ჩათვალა რომ გაიმარჯვა აი მაშინ მოდის და წარმოიდგინე ხა ქრისტეს აღდგომა მოციქულების როგორი გამარჯვება იყო და მანამდე როგორი შეშინებულები არიან ანუ ეს მაგ შედარება რომ აი პეტრე შეშინებული ზის ოთახში შედის აღდგომილი ქრისტე ეს არის შეშინებული რო ხარ საკუთარ თავში საკუთარ იმაში შედის აღდგომილი ქრისტე და შემდეგ პეტრე გამოდის იმ ოთახიდან არაფერს არ ეშინია ანუ ჩვენში რო შემოვა ქრისტე აღდგომილი და ჩვენი სული რო აღსდგება მის შემდეგ ვისი უნდა შეგეშინდეს და პეტრეს ეუბნებიან ღვთისმთავრები დაიჭერა და თქვენო მეტი არ იხადაგოთო არ თქვათო ეს აღსდგა და რაღაცა ესეთი სისულელეები და პეტრე ეუბნება თქვენ უნდა დაგიჯეროთ თუ ღმერთო და არ დაუჯერებენ და ცემენ პეტრეს და რამოდენიმე მოციქულს და რომ გამოაგდეს გახარებულები გამოვიდნენ უხაროდათო
რომ ქრისტეს გულისთვის დაითვლის. ანუ წარმოიდგინეთ, როგორ შეცვალა. ცემა რო გიხარია. და ამით რომ მადლს ღებულობ. ანუ ოქროპირს აქვს ძალიან საინტერესო ისა, რომ აი ჩვენო ქრისტიანებსო გვეშლება ერთი რაღაცაო, რომ ვგონიაო, რომ საჯელი მერე იქნება და ჯილდოც მერე იქნება. და ეგრე არ არისო. ნებისმიერ ბოროტებასო საზელი მოსდევსო აქვე და ნებისმიერ სათრუნებასო ჯილდო მოსდევსო აქვე და მოყავს მაგალითად იუდა და ეს პეტრეს სიხარული. იუდა რომელიც მერე რო დაიჯება, მაგრამ მერე კი არა, აქვე იჯის თავს, იმიტომ რომ ქრისტე რო გაყიდა, აქვე მოყვაო ამ დანაშაულს სასჯელად თვითმკვლელობა და პეტრეს კიდე აღდგომილი ქრისტე რო იხილა და აღდგომა ესე რო გაუხარდა და აღსდგა სულით ქრისტეს გულისთვის შოლს ურტყამენ, წემენ, თამინ, მღვდელმთავრები და რო გამოვიდნენ რა მასში წერია საქმე მოციქულზე გახარებულები იყვნენ რომ გახარებულები ანუ იმ დათმენამო აქვე მიცაო სიხარული სათნოება ჯილდოთ მიიღეს ჯილდოთ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბარი გამოგვივიდა რა თქმა უნდა ძალიან რთული მონაკვეთებითაც ამითაც გამოირჩევა ჩვენი გადაცემების ეს ციკლი რომ ჩვენ საუბრობთ რთულზე, ვცდილობთ მარტივად, ყოველთვის თლად მარტივად შეიძლება არ გამოდიოდეს, მაგრამ ეს არის სწორედ სულის და გონების საზრდო და მე უკვე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც მე რამდენჯერ უბრუნდება ხოლმე თქვენს ცალკეულ, ასე ვთქვათ, გადაგებებს, ახსნა განმარტებებს, ჩვენ გადაცემებს. რამდენჯერ მეუყურებენ იმისთვის, რომ კარგად გაიაზრო. დროების YouTube არხის მაყურებლები, მსმენელები, რომელთაც კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო, აღდგომის დღესასწაულები, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, თუ გამოწერილი გაქვთ უკვე, მოწონება და გაზიარება სხვა მოყვასისთვის. მადლობა, ნახვამდის.